მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ და ჩემი საავტორო გადაცემით ბრუნდებით ეთერში ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება. დღეს ხუთშაბათია და აი ჩემი საავტორო გადაცემით უძვირფასესი სტუმარი მყავს ეთერში დღეს წერალი, გამომცემელი ჟურნალ ხორნაბუჯის მთავარი რედაქტორი ბატონი გიორგი ნატროშვილი. მოგესალმებით გიორგი. მოგესალმებით დღეს მაყურებელს. ჩვენ ტრადიცია გქონდა რომ ყოველი ახალი ნომრის ხორნაბუჯის ჟურნალ ხორნაბუჯის ყოველი ახალი ნომრის გამოსვლისას პირველი გადაცემა, აი რო თქვენ პირველი პრეზენტაცია უნდა გაგვემართა ტელევიზიით. ეს არის საოცარი ჟურნალი, რომელიც გამოდის დედოფლისწყაროს რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დახმარებით, მაგრამ მე ვიტყოდი ეს მარტო დედოფლისწყაროს ან თუნდაც კახეთის რეგიონს არ მოიცავს, იგი სრულიად საქართველოს ლიტერატურულ სახელოვნებო სარგია. ბატონი გიორგი ნატროშვილი არის ძალიან გამოცდილი რედაქტორი ამ კუთხით და მე ვიტყოდი ალბათ საქართველოში არ მოიძებნება ბევრი ჟურნალი, რომელიც ასე მაღალი ლიტერატურულ სახელოვნებო დონის ნაწარმოებებს ბეჭდავდეს, რომელიც გზას უხსნიდეს სხვადასხვა კუთხის შემოქმედ პროფესიონალებს. მე კმაყოფილებით შემიძლია აღნიშნო, რომ აი აღმოსავლეთ საქართველოში ჟურნალი ხორნაბუჯი გამოირჩევა თავისი მაღალი ლიტერატურული დონით და დასავლეთ საქართველოში ჟურნალი განთიადი და ბატონი თემურ ამყოლაძე და მისი რედკოლეგია ბატონი ალთანდრ ყურაშვილი ყოფილი რედაქტორი, მთავარი რედაქტორი ამ ჟურნალისა, აი რომლებიც მართლაც საქართველოს სინამდვილეში იმ დიდ ტრადიციას აგრძელებენ, არ შემიძლია არ გავიხსენო ასევე ბათუმში გამომავალი ჟურნალი ჭოროხი, რომლებიც იმ დიდ ტრადიციას აგრძელებენ, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. კიდევ ერთხელ მადლიერებით მინდა საქებარი სიტყვები უთხრა გიორგი ნატროშვილს და გამოვიდა ამ ჟურნალის მეორე ნომერი, ჟურნალ ხორნაბუჯის მეორე ნომერი, ჯამში ეს არის მე-17 ნომერი ამ ჟურნალის გამოცემისა, რომელიც საოცარი გარეგნული გაფორმებითაც და საოცარი შინაარსითაც გამოირჩევა. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ გიორგი ნატროშვილს და ყველაზე მთავარი, როცა არავის არ ახსოვს ჩვენი დიდი შემოქმედების, ჩვენი დიდი ხელოვანების, ღვაწლმოსილი ადამიანების საიუბილეო თარიღები, არ არსებობს დრო და ვარიანტი, რომ ბატონმა გიორგი ნატროშვილმა ეს თავის ჟურნალში არ აღნიშნოს. და აი ამ ნომერშიც გადაშლი თუ არა გულზე მოგეფინება ჩვენი დიდი ქართული პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის 100 წლის თავისადმი მიძღვნილი მისი პორტრეტი და ლექსები მოდიოდა ნინო თებით და პაწაწინა ფტოვარ. თვითონ ჟურნალის საარჩევზე, შინაარსზე ბატონი გიორგი საუბრებს, მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჟურნალი სრულიად საქართველოს როგორც სამწერლო, ისე სახელოვნებო არეალს აერთიანებს და იგი არ წარმოადგენს მარტო დედოფლისწყაროს ან კახეთის რეგიონის ლიტერატურულ ორგანოს. მადლობა ჩემგან ხელმძღვანელობას, დედოფლისწყაროს ხელმძღვანელობას, ამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომელიც ასე თავგამოდებით, ასე თავდადებით იბრძვის ქართული სულიერების, ქართული ლიტერატურის გადასარჩენად და მხარში უდგია ამ პატარა ლიტერატურულ სამწერლობო კერას, რომელსაც ქვია ჟურნალი ხორნაბუჯი. ხორნაბუჯი ასევე ისტორიული სახელი, ისტორიული ციხისა, ამ მხარის ულამაზესი მხარისა და ბეჭდაუდებელი მხარისა, რომელიც ვერასდროს ვერ წააქცია შემოსეულმა მტერმა. მე ახლა დავდუმდები და სიტყვის ალავერს გადავალ ბატონ გიორგისთან ჟურნალ ხორნაბუჯის ლიტერატურულ ალმანახ ხორნაბუჯის მთავარ რედაქტორთან, თავადაც შესანიშნავ მწერალთან და შესანიშნავ მოქართულესთან.
დიახ. მოგესალმებით ბატონო ვაჟა და ასევე ტელევიზიის ყველა აუდიტორიას, ქართული ტევეს. ქართული ტევეს მსმენელს და მაყურებელს. მე მინდა ვთქვა, რომ ეს ალმანახი არის 2024 წლის მეორე ნომერი, მთლიანობაში კი მე-17 ნომერი. სამწუხაროდ რაღაც პერიოდით შეყვანდა მისი წარდგენა, თქვენ კი ძალიან ადრე წამირეკეთ, მაგრამ მე ფიზიკურად რაღაც შეუძლოთ ვიყავი რაღაც პერიოდის განმავლობაში და ჯანმრთელობას უსურვებ გიორგი ნატროშის თორე ჟურნალი თავის დროზე გამოვიდა, ეს მე სპეციალურად არ გავუსვი ხაზი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე სიკეთეს ჯანმრთელობას და ღვთის შეწევნას უსურვებ. ნოემბერში გამოვიდა, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხეთ, ასე ვთქვათ, წარდგენა, თუმცა მალევე ვახერხებდით ხოლმე აქამდე. და რაც შეეხება მის შინაარს, ტრადიციულად იგი მრავალფეროვანი არის. პოეზიაში წარმოდგენილი ავტორები არიან ქეთევან ნათელაძე. ქეთევან ნათელაძე სხვათა შორის რამოდენიმე თვის წინ გაბედნიერდა და მიულოცავ ბედნიერებას, გამრავლებას და სიხარულს უსურვებ. ულოცავ ჩვენს ქეთევანს. ასევე პოეზიაში არის ლაშა გვასალია, ვალიკო სამუკაშვილი, ოთარ ფალიანი, ნათელა ქურციკიძე. ოთარ ფალიანი სხვათა შორის დღეს სტუმარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფიზიკურად რაღაც ვირუსი და ისეთი რომ ფეხზე ადგომა ვერ შეძლო და ვერ მოახერხა რომ მოსულიყო. თუმცა გუშინ როგორც მითხრა შეძლებდა, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ შეძლო. რაც შეეხება საბავშვო გვერდებში არის ნატო ყატაშვილის ლექსები ასევე წარმოდგენილი. პროზაში არის შესანიშნავი პროზაიკოს ეკატერინე პავლენიშვილის მოთხრობა. ასევე ჩვენი ტრადიციული ქიზიყელი ავტორი არის, ცნობილი ავტორია და ალბათ ყველა იცნობს მას, ჯემალ მეხრიშვილის მოთხრობა არის. შესანიშნავი პროზაიკოსია ბატონი ჯემალ მეხრიშვილი. ასევე არის ანა ერისთავის მოთხრობები, აღაპი და ჭაღარა ბავშვი. ანა ერისთავი რაჭის მხარის მწერალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი არის. კი, რამდენიმე წიგნის ავტორია, ვიცი. კი. რაც შეეხება ესეთ რუბრიკა არის დედოფლის წყაროს ისტორიიდან, აქ არის გიორგი ვარამაშვილის წერილი, პეტრე კურიშკოს მკვლელი. დედოფლის წყაროში, როდესაც წითელი არმია შემოვიდა, მათ მოუძღოდა ხელმძღვანელი მე-11 არმიის დივიზიის უფროსი იყო პეტრე კურიშკო და იქ დედოფლის წყაროში მოკლეს პეტრე კურიშკო და ამის შესახებ, ამ ისტორიაზე ძალიან საინტერესოა. თუ ვინ მოკლა, როგორ და რა გარემოებებში და მე რა დაემართა. სხვათა შორის მე მახსოვს ბავშვობაში პეტრე კურიშკოს ძეგლი იდგა იქ, იმ ადგილზე მიყავდათ პიონერები და ფიცადებინებდნენ ხოლმე ამ პეტრე კურიშკოს ძეგლთან და მე კი სოფელზე უმაჩხანში ვსწავლობდი და ასე ვთქვათ, ბრჭყალებში პატივი არ მქონია იქ ფიცის მაგრამ დღეს ის ძეგლი დანგრეულია, აღარ არსებობს და იმ ადგილზე დედოფლის წყაროს სიონის ტაძარი არის აშენებული. დიდება უფალს. და იმ ტაძრის სტუმრები ვართ ყველანი ყოველ კვირა დღეს წირვის დროს. და საფრთხოდ ამ კვირაში ვერ მოვახერხე, მაგრამ იმედია უახლოეს დღეებში შევძლება ამ ტაძარში ყოფნას ისევ. მე დავსცე გიორგი, რომ ტელემაყურებელთა საყურადღებოდ, რომ ალბათ არ არსებობს ჟურნალ ხორნაბუჯის ნომერი, სადაც გარკვეული ადგილი არ კონდეს დათმობილი ამ ისტორიული მუნიციპალიტეტის დედოფლის წყაროს ისტორიის შესახებ, ან წერილს, ან სურათებს, ან ამბავს. აი თითქმის მე არ მახსენდება, ფაქტიურად ყველა ნომერი მიმოვიხილეთ ჩვენ წინა გადაცემებში და დედოფლის წყაროს ისტორიული ძეგლები, მნიშვნელოვანი მოვლენები, დიდი პიროვნებები, გამოჩენილი ადამიანები
თითქმის ყოველთვის ასახავს პროექტს ამ ჟურნალის ფურცლებზე. დიდი მაგლიერებით მინდა აღვნიშნო. ყდაც დედოფლის წყაროს ხშირ შემთხვევაში ტაძრებით არის ხოლმე გაფორმებული, ისტორიული ტაძრებითაც, ციხეებითაც და მათ შორის აი დედოფლის წყაროს სიონიც იყო ჩვენს ალმანახის რომელ ნომერზე აღარ მახსოვს, მაგრამ ნამდვილად მახსოვს რომ იყო მის ყდაზე და ასევე შიდა ფრესკებითაც და მისი ხატწერის ნახატებითაც იყო ერთი პერიოდი გაფორმებული ერთ-ერთი ნომრის ყდა. ასევე პუბლიცისტიკაში არის ცნობილი ლიტერატურების და ენათმეცნიერების გიორგი გოგოლაშვილის და თამას მალაძის პროფესორი თამას მალაძე ჩვენი მეგობარი ორივე ბატონი გიორგიც იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარეა ბატონი გიორგი გოგოლაშვილი ძალიან ბევრს ომობს ქართული ენის სიწმინდისათვის, ქართული ენის გადარჩენისათვის და თამას ხმალაძე შესანიშნავი პროზაიკოსი, შესანიშნავი მწერალი და პიროვნება. ყველას თუნდაც მისი რადიო გადაცემები შემკულების განმავლობაში მიდიოდა თამას ხმალაძე. ეცოდინება ყველა ლიტერატურული მოყვარულმა იცის და საყვარელი გადაცემა იყო მათთვის და ენა შემკული და კურთხეული კი. მათი ასე ვთქვათ დიალოგი არის, რომელიც შეეხება აკაკი წერეთლის მოგზაურობას კახეთში. ორჯერ მოგზაურა და ორივეზე არის საუბარი, მაგრამ უფრო მეორე 1882-ში და 1897 წელს მოგზაურა აკაკი წერეთელმა კახეთში და იმ მეორეზე უფრო მეტად არის გამახვილებული ყურადღება და ძალიან კარგი წერილი არის და დაინტერესებული მკითხველი ნამდვილად ბევრ სიამოვნებას მიიღებს ამ ინფორმაციის მიღებით, რომელიც ამ წერილში ასე ვთქვათ ამ დიალოგში არის გადმოცემული. ფაქტიურად ჩვენი უახლესი ისტორია, ლიტერატურის ისტორია და მწერლობის ისტორია გაცოცხლებული ძალიან მნიშვნელოვანი პუბლიცისტური წერილია ბატონი გიორგი გოგოლაშვილი, ბატონი თამას ხმალაძე, მე დროსავ ტირი. დიახ. სხვათა შორის ქიზიყელი გლეხის ის ტერმინია მე დროსავ ტირია ეს იქიდან არის და იქიდან არის აღებული რა კარგია რომ ხაზგასმით. აი ამიტომ ამბობ ესე იგი საოცარი რედაქტორი ამ ჟურნალის თავისი კუთხის მოყვარული და მამული შვილი გიორგი ნატროშვილი. შემდეგ არის იუბილე ესეთი წერილი ნანა ჭეჭინაძის, რომელიც გივის სიხარულის 80 წლისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა და იმ მოვლენას ამსახველი არის. შემდეგ წერილი არის გივის სიხარულიძე არის ჩვენი მეგობარი, ულოცავ მე იუბილეს, იმიტომ რომ აი ახალი წიგნი რომელიც გამოვიდა მისი რედაქტორი მე ვარ და მე მადლიერი ვარ გივის სიხარულიძის ასე დააწერა რედაქტორი ჩემი ძმა და მეგობარი ვაჟა ოთარაშვილი ვეუბნები არ შეიძლება არ შეიძლება ასე ჩვეულებრივად დააწერეთ როგორც არის მიღებული წესი რედაქტორი ვაჟა ოთარაშვილი არა შენ ჩემი ძმა და მეგობარი ხარ და ასე აწერია წიგნს მართლა ციცი ვაჟა ოთარაშვილი ჩემი ძმა და მეგობარი სხვათა შორის ამ წიგნის პრეზენტაცია წარდგინებაც მე მიმყავდა ბიბლუში გაგარინის მოედანზე ბიბლუში და საოცარი წიგნია მართლაც ამ გივის სიხარულიძე არის შესანიშნავი პროზაიკოსი და საოცარი ქალაქური ნოველების მართლაც ფუძემდებელი და საერთოდ ხელოვანი თავისი სულით და ვერ იტყვი რომ ეს არის 80 ახლა უკვე 91 წლის რაინდია. კოლორიტია, დიდი სიყვარულის მატარებელი ადამიანია და ეს ურთიერთობა როცა გექნება ამ ადამიანთან ესევე დარწმუნდები. შემდეგ არის პუბლიცისტიკაში ასევე თემო ჭახნაკიას წერილი არის, როგორც მოიხსენებათ ეს წელი საიუბილეო წელი არის და გაფორმებული არის ქეთევან დედოფლის ფრესკით, რომელიც დედოფლის წყაროს სიონის ტაძარში არის გადაღებული ეს ამ ხატის ფრესკა და საიუბილეო წელია 400 წელი არის ქეთევან დედოფლის წამებით აღსრულებიდან და 450 წელი დაბადებიდან და ეს წერილი ქეთევან წამებულის სახე კონცეფტი ქართულ პოეზიაში მიმოიხილავს თითქმის ყველა ავტორს, რომელთაც ქეთევანის შესახებ რამე ასე ვთქვათ დაუწერიათ, რა თქმა უნდა, ეს ძველი დროიდან მოყოლებული, თვითონ
თემურაზ პირველის ასევე ბაგრატიონთა პოეტების და შემდგომში უკვე ცნობილი პოეტების ნებისმიერი ასე ვთქვათ თანამედროვე პოეტების ჩათვლით რომელთაც კი რამე დაუწერიათ ქეთევანის შესახებ თითქმის ყველა ავტორი არის მიმოხილველი და ედუარდ უგულავას შესანიშნავი ლექსით სრულდება, რომელიც სრულად არის მოცემული. დანარჩენი ლექსები და მცირე ფრაგმენტებია წარმოდგენილი, მაგრამ ედუარდ უგულავას შესანიშნავი ლექსი მთლიანობაში არის წარმოდგენილი და თუ დრო გვექნებათ, მე შეგვიძლია ეს ედუარდ უგულავას ლექსიც წავიკითხოთ. ნამდვილად კარგი ლექსი არის და ამიტომ მსმენელთა ყურადღების მიპყრობის ღირსი არის. რაც შეეხება იუბილეს, ასევე არის წარმოდგენილი აქ მარიკა პოპიაშვილის წერილი არის ალექსანდრე შავერზაშვილის 105 წლის თავისდანვე არის მიძღვნილი შესანიშნავი საღამო ჩატარდა საჯარო ბიბლიოთეკაში, ასე ვთქვათ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში და აი ამის შესახებ არის წარმოდგენილი. ნანა ჭიჭინაძეს წერილი არის საქართველოს ბულბული, საქართველოს ბულს დავიწყება არ უწერია, რომელიც ვანო სარაჯიშვილს ეხება. ხელოვნებაში არის ნაზი ბალხამიშვილის წერილი, ილია ნიშნიანძის ღვაწლმოსული ხელოვანი არის ილია ნიშნიანძე. სხვათა შორის მე პირადადაც გავიცანი ილია ამჟამად კატარზისში მოღვაწეობს, ასე ვთქვათ და იქ მისი ერთ-ერთი მოსწავლე იყო ემზარ ნიკოლაძე, რომელმაც ოქროს ღილაკი მოიპოვა ნიჭიერში და იქ გავიცანი ემზარიც იქ იყო იმ რეპეტიციაზე გავიცანი ილია ნიშნიანძე რომ ატარებდა. ნაზი ბალხამიშვილის წერილი სწორედ ამ მის მოღვაწეობას შეეხება, რომელიც საკმაოდ მრავალმხრივი არის დღევანდელ დღესაც კატარზისში. ასევე არის ამ რუბრიკაში ხელოვნება წერილი ოტელო ნიჭიერების საჯილდაო ქვა და არის რუბრიკა ესეთი ბოლოში არის ერთ-ერთი მოთხრობა ჩასმული სესილი ერაგიისი ომმა თქვა დაუმარცხდი და ბებო ეს ორი მოთხრობა არის. ასევე არის ესეთი წერილი რუბრიკა ხელოვნება, რომელშიც არის წერილი ლალი მეხრიშვილის ორი ფშაველის შემოქმედების საღამო საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. აქ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იყო გასულ წელს შესანიშნავი საღამო, სადაც იყო წარმოდგენილი სხვათა შორის მისი ნახატებით არის გაფორმებული და ნოდარ დაძურის ნახატები იყო წარმოდგენილი და ასევე ქეთევან ჯერვალიძის ასე ვთქვათ ლექცია იყო გალაქტიონის შემოქმედების შესახებ და ეს ორი ხელოვნების ასე ვთქვათ სფერო ძალიან კარგად ავსებდა აი ამ საღამოს ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო ყველა იქ დამსწრე საზოგადოებამ და ვინც ჟურნალს ნახავს მისი ნახატებს გაეცნობა და ასევე ნაწილობრივ ქეთევან ჯერვალიძის იმ საღამოდან წარმოქმნილ სიტყვებსაც იხილავს აი ამ ალმანახის წერილში, რომელიც ლალი მეხრიშვილის ავტორობით არის დაწერილი. ასევე აქ ერთი ის დავაკდა თარგმანები არის ერთი რუბრიკა, რომელიც ყველა ნომერში გვაქვს ხოლმე თითქმის ტრადიციულად და თარგმანში ალფრედ ჰენშკეს თარგმანები არის წარმოდგენილი, რომელიც 47 გვერდზე არის. ალფრედ ჰენშკე გერმანელი პროზაიკოსი იყო, რომელიც ამ საუკუნის უბრალოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა 30-იან პოეტი და დრამატურგი. კი, პოეტი და დრამატურგი ცნობილი და გიორგი ვარამაშვილი და თარგმანი არის გერმანულიდან რამდენიმე გვერდს მოიცავს და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია რომ ის ასე ვთქვათ პოეზიას გაეცნოს ჩვენი ალმანახის მეშვეობით. რაც შეეხება ყდას, როგორც მოგახსენეთ, გაფორმებული არის ქეთევან დედოფლის შესანიშნავი ფრესკით.
ყდის მეორე გვერდზე ანა კალანდიძისადმი თქვენ უკვე აღნიშნეთ საიუბილეო ასე ვთქვათ გვერდი არის 100 წლის თავის მიმზრუნილი, ხოლო ყდის მესამე და მეოთხე გვერდი ნოდარ დაძულს ეთმობა, რომლის ნახატებითაც არის გაფორმებული მეოთხე გვერდი. აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ ნოდარ დადური არის სწორედ დაძული. დიახ, დედოფლის წყაროდან წარმოშობით იქ არის დაბადებული, იქ მოღვაწეობს და არის შესანიშნავი ხელოვანი. ეს მოკლე ბიოგრაფია სწორედ ბოლო გვერდზე წარმოდგენილი ჟურნალის. ქვემოქედში დღესაც იქ მოღვაწეობს. დიახ, ამიტომ იქ მოღვაწეობს იქ მუნიციპალიტეტში დედოფლის წყაროს. მე არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ აღნიშნო, რომ ჟურნალი ფაქტიურად ალმანახი, ლიტერატურული ალმანახი ხორნაბუჯი მოიცავს სრულიად საქართველოს. ახლა აქ სესილი ერაგიას წერილი, რეზო ჭეიშვილი, მუსიკა ქარში. კი. სხვა განზომილება ასევე ანა კალანდაძეზე, ასევე პუბლიცისტიკა გიორგი გოგოლაშვილი, თამას ხმალაძე თუ ვთქვათ კახეთთან კავშირშია, ვთქვათ გიორგი გოგოლაშვილი სხვა განზომილებით და ცნობილი. და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცო გიორგი, რომ აი ესეთი შესანიშნავი ჟურნალი გამოვიდა. ასევე აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ალმანახის გამოცემაში ხელშეწყობა ვინ განახორციელა, თუ შეიძლება ესეც ბარემ. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მეერს ბატონ ნიკოლოზ ჯანიაშვილს უხდით უმესმადლობას, ასევე ნუგზარ პაპიაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს და ასევე დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორს ქალბატონ დოდო ხუნაშვილს, რომელთა ხელშეწყობითაც მუდმივად გამოიცემა. დიდი მადლობა ამხავს, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ეს დიდი ეროვნული საქმეა, რომ ამ პატარა ერისთვის ამ ძვირფასი კუთხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ესეზრუნავს. რა ეხლა ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მე-17 ნომერი გამოვიდა უკვე. ჟურნალის წელიწადში გამოდის 2 ნომერი. კი, რადგანაც ყოველ გაზაფხულზე და ყოველ შემოდგომით ახალ ნომრებს სთავაზობს მკითხველს ჟურნალი ხორნაბუჯი. ამის წარდგენა ცოტა, რადგანაც დაგვიანდა უკვე მე-18 ნომერი უკვე სტამბაშია გადაგზავნილი, უკვე მომზადებულია და გადაგზავნილია და უახლოეს მე მინდა ასევე ჩვენს ტელემაყურებელს უთხრა, როგორც კი გამოვა ჟურნალ ხორნაბუჯის მე-18 ნომერი, ჩვენ აუცილებლად ისევ ტელევიზიით გავაშუქებთ და წარვადგენთ ბატონ გიორგი ნატროშის და მის ამ ჟურნალის ახალ ნომერს. გვირდებით, ამ ტრადიციას ჩვენ არ ჩავაგდებთ, რაც გამოდის ფაქტიურად ჟურნალი ხორნაბუჯი, ჩვენ ყოველთვის ვაშუქებთ ჟურნალის ამ ნომრებს. მე ხლა მინდა რომ წავიკითხო, აი ჩვენ ვახსენეთ ახალგაზრდა პოეტი ოთარ ფალიანი და სამწუხაროდ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა მან მოსვლა. დღეს სტუმარი უნდა ყოფილიყო. დღეს სტუმარი უნდა ყოფილიყო თარფალიანი. ერთხელ კი მყავდა გადაცემაში აქ. კი. და მე მინდა წავიკითხო მისი ერთი ლექსი თქვენის თანხმობით ოთარ ფალიანი. შავად მიბოლავს ლექს ქვიას საბნელეთიდან. შავად მიბოლავს გუმანი თვალის მინავლულ ჭრილთან. აღარც სახლი და სტუმარი, აღარც ვარამი გმირთა. დაბეცებულ ხარ დამბალო, დილა წყეულო ნამყო, ისევ ყაშა და ლამბალო, ისევ ხიზნების ჯაყო. ვინ მიწას გაყრის საბარავს, გზანი უფლისა მოსრეს. განსაბანელი გამბანავს ყველა სახსა და ბოსელს. შეღვთიშობელო საღვთიშობლე გარგუნეს, მიწა კვართი თუ ბზანი, სანამ ხარ კერჩი ბაგუნებ, შეუცნობელი გზანით, ვიდრე მონებენ სანამ ფულს, თვალს სანამ აგიკრავენ, სანამდე სულში ჩაგაფურ, ჯერ ხორციელად კლავენ, ოღონდ არ ვიცი რა დანით, რა ჟანგიანი რკინით, სხვა საქართველო სად არის,
ყვირით და ყვირით. აი ეს არის ახალგაზრდა პოეტის ყვირილი და შემოკრული ზარები საქართველოს გადასარჩენად. ოთარ ფალიანი, საოცარი ახალგაზრდა პოეტი, ჩვენი მეგობრის მამა მირიანის ვაჟი. კი, მამამისი დიაკონია აჩისხატის ტაძარში იყო და მე მგონი იქ არის ეს როგორც ვიცი. მეც ეგრე ვიცი. ასევე არ შემიძლია აი კეთევან ნათელაძეს კიდევ ერთხელ მიულოცო გაბედნიერება და ხომ არ წაიკითხავდით მის რომელიმე ლექს კეთევან. სხვადასხვა დეკლამირების დიდი უნარით არ გამოირჩევი, მაგრამ რა თქმა უნდა წავიკითხავ მის ლექს თველი. კი ბატონო. ახლოს გრძნობ ზამთარს, რომლის გულშიც სინათლე არ ჩანს. რა იცის შენზე და რა უნდა მოგიყვეს თოლმა. არსად მთავრდება ეს სიზმარი, რომელშიც დარჩა ლურჯის ანდლები და სექტემბრის მცხუნვარ თოლვა. ცის ვარსკვლავებით უეცარი ანთება გშველის, ვინც გულს წურავდა ფოთლებივით ქარს ატანს ნაღველს. ვინც შეიყვარა, ვისაც ერთხელ ჰქონია რთველი, ვინც ოცნებებში გადაჰყავდა მწყემსების ნამღერს. დგახარა მცის ქვეშ მაყლოვანში სამყაროს ძინავს, ჩამქრალა მთვარე თითქოს ცასაც მოედო ობი. ის შემოდგომა სავსე იყო ვნებით და ლხინით, ყურძნის სურნელი თაბრუსხვევით ნანატრი თრობით. დაბრმა ცის ქვეშეც უფეთლობო შემორჩე ვინძლო და ოცნებებიც გადაიქცეს მდუმარე ლოცვად. ყველა გრძნობისგან გაშიშვლებულ ხეებს ხომ იცნობ, ისინი არსად არ მიდიან ზამთრდება როცა. რა დრო გასულა, რაც ამ ხეებს ზამთარი ათოვს, შენი ჩრდილი კი დავიწყებულ ამინდებს ელის. ვინც მზეს უმღერდა, ის არასდროს იქნება მარტო, ვინც შეიყვარა, ვისაც ერთხელ ჰქონია რთველი. შესანიშნავი პოეტია კეთევანი და ეს ლექსიც მისი დადასტურება არის, ამის დადასტურება არის. სხვადასხვა დედოფლის წყაროდან სოფელი ხორნაბუჯი არა, სოფელი სამრეკლოდან არის ჯაფარიძე ერქვა რევოლუციონერის სახელი და კეთევანი? კი. არ ვიცოდი. დედოფლის წყაროდან არის. ჩემი გოგონას კლასელი იყო ერთი პერიოდი ერთ სკოლაში. მერთმაბედნიეროს წიგნიცა გამოცემული მე მაჩვენა მხოლოდ. კი, რამდენიმე წიგნის ავტორია. მე მინდა ასევე წავიკითხო მშვენიერი პოეტის ლაშა გვასალიას ლექსი ჰორიზონტები. ჰორიზონტები ირწევიან ცათაკრებული, დუმსი ლურჯეში ნაშარ ბათალი და სითბოსულის მზით დაწყებული, ბოლავს ტრიქონთა მწველი ღადარით, თან მივეჩვიე მომქანცელ ცრემლებს, არ ჩანს დუმილი ფიქრის ბატონი, ღლიან ყვავები ოცნების ხეებს, სიტყვები ზეცით საგუმ ბათონი, ამოიმართნენ შორი ქედებით, ალალები და ასე ზანტები, სხვაგან მიდიან გუთნის დედები, სისხლიან გზით და ჰორიზონტებით, სისხლიან გზით და ჰორიზონტებით, ჰორიზონტებით. კარგი პოეტია, სხვადასხვა სუგდიდში ვიყავით, რაღაც შეკრება იყო მწერალთა ორგანიზაცია, აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მაშინ გავიცანი და მისი ლექსებიც მოვისმინე, მგონი ერთ-ერთ სუფრაზე თამადაც იყო და საკმაოდ საკითხითაც კარგი კითხულობს, მაგრამ თვითონ საკითხი ლექს როცა კითხულობ, უფრო მეტად აღიქვა. მე მინდა შემთხვევაში ეს აღიქვა. კარგი პოეტია ლაშა. და მე მინდა ასევე ლაშა გვასალიას ლექსი თიბათვე ქართლში, რომელიც ბატონ ჯემალინჯიას ეძღვნება. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე ჰქონდა და მეგობას მინდა კიდევ ერთხელ ბატონ ჯემალინჯიას, ჩემი წიგნის რედაქტორს, პოეტური კლებულის რედაქტორს, უძვირფასეს ადამიანს, საოცარ შემოქმედს აი ეკრანიდან მიულოცო დაბადების დღე და ჯანმრთელობა და მზეგრძელობა უსურვო ამ საოცარ კაცს. აი მართლაც ჭაბუკური შემართებით
რომ არის შეჭიდებული ქართული პოეზიის ამ მწვერვალებს და საოცარ შედევრებს გვიტოვებს. თიბათვე ქართლში ჯემალ ინჯიას ლაშა გვასალიას ეს ლექსი ჩამოიფერთხა თიბათვემში ბუქი ყვავილების და ხატი ციერი ვერცხლად მოფენილ ჭალაში შუქით ისე კარგია და მშვენიერი ესა თვალმზერო სხივად გროვდება ფერებს გიჟივით გაბუთ ამამდი მართლაც საოცრად საღამოვდება ვარსკვლავებით და თვარე თამადით ნახეთ რა ორიგინალური დასასრულია ამ ლექსს ეს არის ლაშა გვასალია რომელიც ჩვენ შესანიშნავ პოეტს იუბილარს ბატონ ჯემალ ინჯიას ეძღვნება სხვათაშორის მისი ეს ლექსიც კარგი მომწონს ნუ ბევრი ლექსები მოხდა გლეხს ლაშას ლექსია კი წავიკითხე მაშინ კი ბატონო შენს ბებერებიან დაღლილ ხელებს ვენაცვალე შენს ალალ მზერას ღმერთის ძალუც რომელსაც რჩენა სოფელი მიტომც ქალაქებზე ვეღარ გავცვალე და უსაძირკვლე ფიქრთა ჩემთა გლეხური წმენა შენს ალალ მზერას და დაღლილ ხელებს ვენაცვალე მშვენიერია მე მინდა არ გამოგჩეს ასევე ვალიკო სამუკაშვილის პოეზია და ესეც გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს ქართული ტევეს ტელემაყურებელს არის სხვათაშორის წლების განმავლობაში ხელმძღვანელი თანამდებობაზე მუშაობდა რაიონის ხელმძღვანელის მოადგილე იყო და ძალიან კარგი ადამიანი არის ისეული და ძვირფასი ადამიანი არის და შესანიშნავი ოჯახი და შვილები ყავს და მისი შვილებიც ახლა ხელმძღვანელი თანამდებობაზე მუშაობენ რაიონში ვალიკო სამუკაშვილის ბევრი ლექსები აქვს ერთ-ერთ სულძურის მაგალითად ჩვენი მეგობარი პოეტი არის ზიზო ბურდული და ამ ლექსს წავიკითხავ იქ დეკით სხვათაშორის ზიზო მე მოწვეული მყავდა და მე მგონი მყავდა გადაცემაში ზიზო რამოდენიმეჯერ უარი მითხრა და ბოლო მოიყვანე თუ არა აღარ მახსოვს მე რა საიდან მახსოვს რო მყავდა შეიძლება მყავდა მაშინ იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ რაღაც გამო უარი მითხრა იქ დეკით გადაპენტილ ბეკობთან ზიზო ბურდულს წვანეში ჩაფლული ხეობა თებს ღრუბლის ქულები ახურავთ ყორნების ამტყდარა ღრეობა მზეადგას კოშკების სახურავთ ჭიმღაში შუადღე ჩამდგარა მზის სითბო ჭერხოშიც მივიდა ჭალაში ნისლია ჭაღარა არწივი ბუინობს დილიდან ნიავი მოცხართან ერთობა იღიმის ყვითელი იელი იქ დეკით გაპენტილ ბექობთან გოგოდგას ლურჯ თვალაიებით ბუნება მზესავით იღიმის წყარო რამ ხმაურობს ანკარა ზე ტატონობს მიკეცავს ღიღინით ტაფობში ზურმუხტი დამდნარა ჯერ არ ჩანს ფიქრების მთოველი ჭალას კვლავ ნისლია ნადები გულია გულის წორს მოელის თავისი ხიბლით თუ დარდებით დღეს კი ჯერ სავალი ეყოფა ზე დნება სიმშვიდის ძიებით იქ დეკით დაპენტილ ბექობთან გოგო დგას ლურჯ თვალაიებით მშვენიერია არ მინდა გამოგჩეს ჩვენ ჟურნალში ასევე ნათელა ქურციკიძის პოეზია აქტიურად ნათელა ქურციკიძის ლექსებს ახლა პირველად გავაჟღერებ მე ისი ლექსი მშვენიერი ლექსი ჩვენთან არის ღმერთი ჩვენი ქვეყანა ღვთივ კურთხეული გქონდეს მუდამ სალოცავ ხატად უფალო ღმერთო ლოცვას აღვავლენ ჩემს სიყვარულში სულს და გულს ვატან საქართველოში სამარადჟამოდ ეთოს სანთელი ისმოდეს ლოცვა დედა ქართლის აქვს ფარავდეს მუდამ ერთ მუშტად ვიღოთ გჭირდება როცა ისმოდეს ნანა ტკბილი ქართული გვიყვარდეს ერი დედამშობელი და ყოველთვის უკუნ ისამდე სამშობლოს ლამპრად ვენთოთ ყოველი ისმოდეს ყველგან მრავალ ჟამიერ ტკბილი სიმღერა ზეცას რომ ერთვის იგუგუნოს და ძლიერად ჟღერდეს საქართველოსთვის ჩვენთან არის ღმერთი არს დაიყოს მე სარგებლობ შემთხვევით და დამდეგ აღდგომას
მიულოცავ სრულიად საქართველოს, მთელ საქრისტიანოს, ღმერთმა დაალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს ჩვენი მამული, ჩვენი საყვარელი საქართველო და გადარჩეს ქართველი ერი ამ დიდ ჯოჯოხეთებს და იმ აპოკალიფსურ ჟამს, რომელშიც მთელი ჩვენი სამყარო იმყოფება. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტე აღსდგა. ასევე მე მინდა მისარგებლო შემთხვევით და ასეთი განცხადება გავაკეთო, რომ 30 აპრილს 2 საათზე მე ვაკეთებ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ეროვნულ პრობლემათა კომისიის ხდომაზე მოხსენებას გიორგი სააკაძის ფენომენი და მარტყოფის გამარჯვება. დიდად მოხარული ვიქნები თუ საზოგადოება მობრძანდება და დაესწრება მესამე სართულზე გაიმართება ეს ხდომა. ბატონი ღრმად პატივცემული ბატონი ელიზბარ ჯაველიძეა ამ კომისიის თავმჯდომარე, შესანიშნავი მამულიშვილი და აკადემიკოსი. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ 30 აპრილს 2 საათზე მექნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოხსენება გიორგი სააკაძის ფენომენი და მარტყოფის გამარჯვება. მოგეხსენებათ, რომ 400 წელი შესრულდა 7 აპრილს მარტყოფის ველზე ქართველთა გამარჯვებიდან ყიზილბაშების 30,000-იან არმიაზე. ასევე მინდა კმაყოფილებით გაცნობოთ, რომ 4 მაისს სოფელ მარტყოფში იმართება დღესასწაული მარტყოფობა, იქ ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელმძღვანელობა, ეს იქნება მუნიციპალიტეტი, იქნება გარდაბნის თუ სხვა ღონისძიებები, იგეგმება ეროვნული ღონისძიებები 4 საათზე, 5 საათზე სოფელ მარტყოფში იმართება დიდი დღესასწაული მარტყოფობა და გამეხარდება, რომ აი ამ ღონისძიებასაც დაესწროს მოსახლეობა თუ შეძლებენ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ეროვნული ღონისძიება და ამის თაობაზე კიდე დაწვრილებით გაცნობებთ. დიახ, გავაგრძელოთ ჩვენ ჟურნალის მიმოხილვა, მე ნათელა ქურციკიძის ლექსი წავიკითხე და აი მშობლებისადმი ვიწყვნილი ლექსსაც ხომ არ წაგვეკითხა ნათელა ქურციკიძის თუ სხვა ლექსი გაქვს მომზადებული ოთარფალიანი გადავედი, რადგან დღეს სტუმარი უნდა ყოფილიყო და სამწუხაროდ ოთარფალიანი სამწუხაროდ აი რო ვერ მოვიდა. კი ბატონო, მოვიდა, ჩვენ მაინც წავიკითხოთ მისი პოეტი არის, ძალიან საოცარი პოეტია ოთარფალიანი. დიახ. აი მაგალითად ერთ-ერთი ლექსი, ძალიან ბევრი კარგი ლექსი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი რომელიც ახლა თვალში მოხვდა, პუშკინის სკვერთან მდგარ ბუკინის ავთო ჩხაიძის ხსოვნას. ავთო ჩვენი უმცროსი ჩვენი ტოლი იყო, ჩვენი მეგობარი იყო, პატარა ავთოს ვეძახდით, მაგრამ ძალიან დიდი გულის საოცარი პოეტი იყო. კარგი, მე ახლა ძალიან ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ მე ვიცნობდი ახლოს, ჩემთანაც სახლში ბევრჯერ გაგვიწევია, პური გაგვიტეხია, მასთანაც იყო უაღრესად პატიოსანი და უაღრესად დიდი მოყვარული თავის სამშობლოს და საოცარი პოეტი იყო. მისი ლექსები შევიტანე უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში. პუშკინის სკვერთან მდგარ ბუკინის ავთო ჩხაიძის ხსოვნას. ცარიელია პუშკინის სკვერი, დგას მარტოობა ბუკინის ტალი. სად არის კაცი ჭაღარა წვერით, შენ ხომ არა ხარ გონი გიცანი, ბოდიშით სხვაში შემეშალეთ გავდით ზურგიდან, თქვენ წიგნებს ყიდით დარცანად ხოვრებთ, ის კაცი ყველას წიგნებს ჩუქნიდა, ჩუქება არა ერთი მათხოვეთ. სად არის კაცი მოხრელი მხრებში, აქ რომ სახლობდა წიგნებ ყდებიან, დარდებთან როგორც მტრედების ხვენში სახლობენ, მაგრამ მალე კვდებიან. ცარიელია პუშკინის სკვერი, დგას ობელისკი, ყვავი ჩხავის ზედ, ხომ არ გინახავთ მოხრილი მხრებში ჩია პოეტი ავთო ჩხაიძე, ხომ არ გინახავთ სევდა მიგვრილი კაცი, რომელიც წიგნებს დაჩემდნენ და ტრამვაებით მიდის ხრიგინით სისხლი გულში რომ უნდა გაჩერდეს. სად არის კაცი მოხრილი მხრებში,
უკვირს მაგს სკვერის საფლავ ლამპიონს გონია იქ დგას პუშკინის სკვერში და ორი ხელით აღსჯობს ყალიონს ხო თვალწინ წარმომიდგა რა საოცრად დახატა ეს სურათი მართლაც უანგარო ბიჭი იყო ავთო ბიჭი რა ჩვენ ტოლები ვიყავით ახლა ეგეც ალბათ და საოცარი თაობა იყო ავთო ჩაიძე იმედო ჯახოა ეს ხალხი რომლებიც 80-იან წლებში გამოვედით ლიტერატურულ ასპარეზზე ჩვენი პირველი ნათლობა ჟურნალ ცისკარში ჟურნალ დამატება ნობადში მოხდა და მე ჟურნალ ცისკარში ესე მახსოვს ჟურნალი ცისკარი ოტია პაჭკორია გურამ ფანჯიკიძე მორის ფოცხიშვილი გივი გეგეჭკორი გივი წნელაძე საოცარი პიროვნებები და ვაჟა ჩორდელი ამ ჟურნალების პასუხისმგებელი მდივანი და ტექნიკური რედაქტორი ვაჟა დღესაც ერთმა კარგად ამბობს ვაჟა ჩორდელი და იმათი ვაჟა ჩორდელი საოცარი ჟურნალია ამერიმერი ისიც მის წარდგინებასაც ვახორციელებთ ხოლმე მაგრამ ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხეთ სწორედ დროულად ამ ჟურნალ ამერიმერის შესახებ გვესაუბრა თუმცა პოეტი ზაზა კინკლაძე თავი რედაქტორის მოადგილე მყავდა გადაცემაში და ჩვენ ვაჩვენეთ ამ ჟურნალს და მომავალში ალბათ ვაჟა ჩორდელსაც მოვიწვევთ თავისი ჟურნალით ამერიმერი დიახ ოთარ ფალიანის ლექსი არის ასევე მეგობრის მონაყოლი თქვენ წაიკითხავთ თუ ეს ლექსი მეგობრის მონაყოლი როგორ უეცრად უცნაურად ბიბინებენ მიხაკების სასაფლაოზე მეგონა ხელს გვიქნებდნენ ჩვენი დედები დედას ვფიცავარ ყველას უკვდება დედები თანდათანობით უცებ გვიმთავრდებიან ცხედრები გვეცლება ცაც და ფუძეც და ეს სიჩუმე ნაგრილი რა სიზმრად სხეულს იხაკს დედის თვალებზე აპრილი მოიღვივს ვარდს და მიხაკს როცა მოიზღავს ჟამითან ჯვარზე გაცემის ჟოლას სულს გაატანენ შაიტანს სხეულს მინდრების გროვას მიწასაც როგორ უხდება მიწას დღედაღა მოუცვლელს მოვადა ჩაი მუხლება დედის საფლავთან მუცელს საფლავის მუცელს ყველას უკვდება დედები თანდათანობით უცებ გვიმთავრდებიან ცხედრები გვეცლება ცაც და ფუძეც მკვდრეთიდან სამახარებლო ამ წიაღს სამოხს ახლოდ მოვახვდის სხივად გაკრთება ჩემს სასტუმროთან ღვივის მოვა ღვთისმშობლის ნაკვთება ჩემი სამარის ხილი საოცარი ლექსი ოთარ ფალიანისა მე არ მინდა ვინმე გამოგჩეს მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ნელ-ნელა ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და მოდი ისევ რადგანაც აღდგომა მოდის და დიდი ანა კალანდაძის ქართული პოეზიის დედოფლის 100 წელი შესრულდა დავასრულოთ ანა კალანდაძის ლექსით მოდიოდა ნინო მთებით ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა და როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ თოვლი იდო ჯავახეთის მთათას ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ მოჰკიოდა ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი თოვლის მთებით კვირდებოდა უცხო მგზავრი ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე
წყემს აკითხა რომელია ქართლის გზაი წყემს მან უთხრა საქართველო არის ესე მიეძინა ერთ წალკოტში მიეძინა და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო ეს ვინ არის გამოცხადა მგზავრის წინა ნუ გეშინინ მიუგებდა იესო გაეხვიცა წუთით იგრძნო მშობლის სევდა მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს თოვლიდო ჯავახეთის მთათასზედა და ტყეებში ქარიშხლები ბაოდნენ კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დამდეგ აღდგომას ღმერთი შეგეწიოთ ჩემი ძვირფასი სტუმარი იყო შესანიშნავი წერალი და ჟურნალ ხორნაბუჯის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი ბატონი გიორგი ნატროშვილი მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის კარგად ზანდებოდეთ ჩემო ქართველებო